თბილისში რამდენიმე წუთით ჭოველიძის ქუჩა გადაკეტილი იყო. პარტიზანი მებაღები უკვე მერამდენეთ ამ ფორმით ფერდობის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის შეფერხებას ცდილობენ. გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე მშენებლობა ეკოლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებს შეიცავს. სამშენებლო კომპანია აქციის მონაწილეებს პროვოკატორებს უწოდებს და უახლოს დღეებში განცხადების გამოქვეყნებას აანონსებს. დღევანდელ აქციას კი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია, რაც საბოლოოდ აქციის ერთ-ერთი წევრის დაკავებით დასრულდა. ჩემი კოლეგა სოფო ხანაშვილი იმყოფებოდა ადგილზე. ამ ინციდენტის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე პარტიზან მებაღეებსა და სამშენებლო კომპანიის მძღოლ შორის სიტუაცია დაიძაბა. მდგომარეობის შესასწავლად პატრული გამოიძახეს. საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და ორივე მხარის პრეტენზიები მოისმინა. გადმომიყდა მანქანიდან დონკრატით და წამოვიდა ესეთი სახით, რომ მე მგონი მე უნდა დავწერო პირიქით გადაცხადი, სწორედ იყო პირდაპირ მუქა. მხარეების პრეტენზიების მოსმენის შემდეგ სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილეები დეტალების გასარკვევად საპატრულო განყოფილებაში წაიყვანეს. პარტიზანმა მებაღეებმა პროტესტის ნიშნად ჭოველიძის ქუჩა დღის მეორე ნახევარში გადაკეტეს. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთმა სატვირთო მანქანამ ბარიკადების გარღვევა მოახერხა. პარტიზანი მებაღეების პროტესტის მიზეზი მთაწმინდის ფერდობის ეს მონაკვეთია, სადაც კლდე ნაწილობრივ უკვე ჩამოჭრილია და ამ დროისთვის 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Niram Properties Development 2014 წლის ზაფხულიდან აწარმოებს. მშენებლობის ნებართვა მან 2013 წელს მიიღო. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი კანონიერად მოქმედებენ და პარტიზან მებაღეებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. 2012 წელს მოეხსნა სტატუსი სარეკრეაციო ზონის და მიენიჭა საცხოვრებელი ზონის სტატუსი. რაც არის სრულიად დაუშვებელი და განხილვის შედეგად ეს საქმე მოგებული იქნება, მაგრამ მანამ ეს განიხილება შეაჩერონ და დავიწყოთ ამისი განხილვა. სანამ მხარეები შეთანხმდებიან, მთაწმინდის ფერდობზე სამუშაოები გრძელდება.